წინა სერიებში იტალიური და ებრაული ბანდები უკვე 6 თვე აომობენ ლონდონში. ებრაელებს უფრო დიდი დანაკარგი აქვთ მოკავშირეების ჭირდებათ. გვიანბე შენი გეგმების შესახებ. შემიძლია 100 კარგად შეიარაღებული კაცი შემოგთავაზო. გამოათრიეთ მაქედან. არტურმა ბიჭი მოკლა. პოლიეს მაიკლი და ანა გრეის ფაილებია. შენი ქალიშვილი მკვდარია. მაგრამ პოლ ბიჭი ცოცხალია. მე ელიზაბეთ გრეის ვეძებ. რა საქმე გაქვს ელიზაბეთ გრეისთან? ფიქრობ შეიძლება დედა ჩემი იყოს. ჩვენი ძველი მეგობარი ბრუნდება ქალაქში. საიდუმლო დეპარტამენტის უფროსია ირლანდიელებთან. გახმოვანებულია აჭარა net.com-ის მიერ. დღეს დილით მოკლეს კუჩის შოუს დროს პაპში. ირლანდიელი იყო. ამ პიროვნებით ინტერესდება თქვენი დეპარტამენტის ერ? გაზეთებს კითხულობთ? ბირმინგემის გაზეთებს. ყოველდღიური პოსტის კითხვას გირჩევდით. ეს გაზეთი აზროვნებას გაგიფართოვებთ. ლოკალურის მაგივრად ეროვნულ პრესას რომ გაცნობოდით, გეცოდინებოდათ, რომ მეფემ მეამბოხე ირლანდიელებს ხელშეკრულება შესთავაზა. ფენიანების ნაწილი თანახმაა. IRA არაა. IRA-ის გრძელი და დიდი ურთიერთობა აქვს. მავთულით მოგუდვასთან. ღმერთო. ერთმანეთში იბრძვიან სერ? სულ ეს არის. კარგი სერ. ლონდონიდან ხშირად ჩამოვალ ხოლმე. საცხოვრებელი ბინა დამჭირდება. დამეხმარებით მაგამ ბავში. ბოლო საცხოვრებელში არ მოგიდებათ დარჩენა ალბათ სერ. ცუდი მოგონებების გამო. უნდა გაიგოთ, რომ მე არაფერს ვსვნანობ ამ ქალაქში ჩემ წინა დავალებასთან დაკავშირებით. არა სერ. ვფიქრობ ბიჭებმა კარგად იცინეს ჩემს ამბებზე. ვიცინეთ სერ. გონიათ სასაცილო აქვს გზნობები რომ გამიჩნდა. ვერ ხვდები რაზე საუბრობ სერ. არაფერს არ ვნანობ ქალბატონ ბურჯესთან მომხდარ ამბებზე. არანაირი ცუდი მოგონებები. დიახ სერ. საბოლოოდ შეიშალა. შემდეგი. კარგი. სახელი? დიგბესკიდი. დიგვინ ხარ? ბოქსიორი? დიგბესკიდი როგორც ბილიკიდი. კინოთეატრში ატარებ ხოლმე ხო ბევრ დროს? კოვბოის კინოებზე და მსგავს ჟანრზე. ხო. რა შვები? მოიცადეთ. ნამდვილი არ არის. მანახე მაშინ. ხის არის. საყვარელია. სადიშოვე?
კამარი. ჩემმა დამზადა მჭედლის წვერი წინსაფრისაგან. ძირითადად დედა ჩემი კერავდა. ჩემი ნამდვილი დედა არ არის, მაგრამ დედის საქმეს აკეთებს. ხო და იარაღის კამარიც გაგიკეთა. კარგი დედიკოს ბიჭო. აი მანდ არის კარი და გადი. ჩვენ ვეძებთ. დაპატიმრებული ყოფილ ხარ? კი, ხო? არა, კარგია. დღეს აქ მოსულებიდან პირველი ხარ, რომელსაც კრიმინალური ისტორია არ გააჩნია. არტურ, შეგვიძლია წამოვაყენოთ. ეგ იცი რას ნიშნავს? შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს უკანონო აზარტული თამაშების აღმოფხვრა უნდა. სწორიცაა. როგორც იქნა. ხო და ჩვენ ვეხმარებით ჩვენს პოლიციელებს, რომ შეავსონ დაკავებების თავიანთი კვოტა. კაცების წამოყენებით დასაპატიმრებლად. პირველი კანონდარღვევაა 1 კვირით ჩაქსვამენ. ამ მომსახურებაში 5 ფუნტს გადაგიხდით, აბა? როგორ ჟღერს კობოი? ხო. კარგია, გასვლისას ფინს დაუწერე შენი მისამართი. წერა არ ვიცი. არა უშავს. არც ფინმა იცის კითხვა. უბრალოდ შენი სახელი უთხარი და ეგ იქნება. თუ მანამდე შერიფი არ გაგაძევებს ქალაქიდან. კარგი კაცი. არ ვიცი, ტომ. რა ბავშვური თაობა მოდის. არ უბრძოლიათ. ამიტომაც არიან განსხვავებულნი. ბავშვებად დარჩნენ. როგორი იყო? ძალიან მშიოდა, არაფერი მეჭამა. მაგრამ მართლა სუპერგემრიელი იყო. სუპერ. ესე იგი, მზარეული ხარ. არა, არ ვარ. სახლში რომ მოვიდა იმ კაცს, შესანიშნავი მანქანა ჰყავს, მდიდარს ჰყავს. რა საქმიანობს? ცხენების ბიზნესშია. მართლა? მიყვარს ცხენები. ყავისფერი ფაშატი მყავს. არა, სულ ჯირითობ. ესე იგი სისხლში გქონია. დაახლოებით 1 მილიონი კითხვა მაქვს. მეც. განსხვავებული კადრები მქონდა თავში. ახლა ხომ ხედავ? არა უშავს მე რომ ვარ, ხო? სხვა არჩევანი არ მაქვს. იმას გულისხმობ, რომ ის ხარ ვინც ხარ, არა? ვერ ვირჩევთ. სულ ეს არის. ხო, ესაა. ღმერთმა შენი თავი მომცა. ადამიანებმა წამართვეს. და ხომ ეგუები ასეთი რომ ვარ, არა? ასეთ ადგილას რომ ცხოვრობ. უარეს სველოდი. ყველანი გაიქეცით. ეს დიგბეს კიდია. ქალაქიდან გაიქეცი კი, თორემ გაგიხრიტავ მაგ დამპალ შუბლს. შენი დრო წავიდა, უნდა მოკვდე, ჯონ. აბა, გითხარი, პოლი. ვინ არის ეს? ბატონებო, ეს თქვენი ბიძაშვილია. პოლის ვაჟი, მაიკლი. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ჯონი. არტური, ადრე უკვე შევხედრილ ვართ, ფანჟიდან გაგდებდი ხოლმე. ჯონს რომ დაეჭირე. მე ფეხსაცმლის კოლოფში ქსვალდი და უოთერის შესახვევიდან დაგაგორებდი ხოლმე. სანაძლეოს დავდებ გაგიხარდა დაბრუნება. ეს ამბები საერთოდ არ მახსოვს. მხოლოდ ის დღე მახსოვს, როცა წამიყვანეს. ახლა აქ ხარ შვილო.
კეთილი იყოს შენი შელბის ოჯახში დაბრუნება. მერე ყველაფერში გაგარკვეთ. ხო, განახევთ რა როგორ არის. ცოტა ხანი ვაცადოთ, კარგი? წავედით ბიჭებო. ლამაზი კოსტუმია. კარგები ჩანან. აი აქ არის ბატონი უჩინარი. კაპრალო ბილი კიჩენ. ძალიან მიხარია შენი ნახვა. როგორ ხარ? მე თვითონ ახლახან მოვიხსენი ბინტები. მზად ვარ ვიმსახურო. მადლობა რომ ნახე ტომი. მრიცი მადლობა ბილ. შენ ჩვენთან მოსასვლელად რიგში არ უნდა იდგე. ზუსტად შენნაირ კაცებს ვეძებთ ბილი, მაგრამ ჯერ სამედიცინო შემოწმების გავლა მოგიწევს. შეფილდის ხალხი გამოჩნდა ვინ კანტონის ჩორთით სვლაზე. წვია გამარტყეს. სახოების მოხსნა როდის გიწევს? როდესაც მომინდება. ერთი კვირა, მანამდე არ მოიხსნა. გახსნილის სუნი არ აქვს. არც განგრენაა. დიდი დრო გავიდა, არა ბილი? მედლებს რა უქენი? სანიაღვრე არხებში ჩავყარე, შენსავით. არასდროს გვიჭირდა, როდესაც შენნაირი ბლეკ კანტრელი ბიჭები ყავდა მარცხენა ფლანგზე. თქვენ ბირმინგემელები კი მარჯვნივ აგვარებდით, მართალია. ბრიგადის მეთაური მინდა რომ იყო ბილი. ბრიგადირი კიჩენი იქნები ამიერიდან. შენს გარკარგულებაში 100 კაცი იქნება. და ახლა რადგან კიჩენის ოჯახის წევრი გვეყოლება ხელფასზე, იქნებ შენმა ბიძაშვილმა და ჩემებმა აცადონ ჩვენს გეგმებს ბლეკ კანტრიში გაძარცვის ან ტყუილად შეჩერების გარეშე გავლა. არ ვიცი რაზე ლაპარაკობ. სახლში წადი ბილ, შეკრიბე ყველა შენიანი ვისაც ენდობი და სიტყვა გაავრცელე. ბლეკ კანტრის ბიჭები და ბირმინგემელები კვლავ გვერდი ბრძვიან. ერთი ეგ დაწყევლილი დღე მანახა. დღეს არის ეგ დაწყევლილი დღე. ლონდონი ძმაო. გველოდება რომ დავიპყროთ. ტომი, ტელეფონის გამოყენება მჭირდება. პოლიმ მითხრა რომ ფაბში გაქვს. კარგი, მალეკენი, საქმეები მაქვს. სერ? პოლიმ თქვა რომ ეს პაბი შენ გეკუთვნის. მან თქვა რომ კიდევ ბევრი სხვა ბიზნესი გაქვს. მას პოლის ეძახი თუ დედას. ჯერ ვერ შევეჩვიე, რომ დედა დავუძახო. ვის ურეკავ? დედა ჩემის, უფრო სწორად, ვიცი რასაც გულისხმობ. რა უნდა უთხრა? უნდა გუთხრა სადაც ვარ. და ახლა ეტყვი რომ სახლში მიდიხარ. პოლიმ თქვა რომ რამდენიმე დღით შემიძლია დავრჩე. დარჩენა გინდა? ახლახან ჩამოვედი. რამდენის ხარ მაიკლ? 17-ის. 17-ის. რაც იმას ნიშნავს რომ შენით ვერ გადაწყვეტ, ხო? 18-ის ხვდები რამდენიმე კვირაში მე თვითონ გადავწყვეტ. ეწევი? არა. სვავ? დედა შენს დაურეკავ და ეტყვი რომ შემდეგ მატარებელს მიყვები სახლში. როცა ჩახვალ, პოლის მიწერე წერილი. სადაც იტყვი რომ 18-ის როცა გახდები დაბრუნდები და დაალაგებ თემებს. ხო გითხარი მე თვითონ გადავწყვეტ თქო. იცი რა საქმიანობთ მაიკლ? ჩვენ შელბი. კი, მე მგონი ვიცი რასაც აკეთებთ. ხო. ჭკვიანი გამომეტყველება გაქვს. მაგრამ ახალგაზრდა ხარ. და გგონია ჩვენ ყველაფერს კარგს ვაკეთებთ. ასე არ არის. ხალხი ზიანდება. ახლა დედა შენს დაურეკე და მე წაგიყვან სადგურამდე მანქანით. არა. სოფელში ერთი ნატრის ჭა გვაქვს. თეთრი აგურებისგან არის აშენებული. სოფლის შუაშია, სიმწვანეში. ყველა მის სილამაზეზე ლაპარაკობს. მაგრამ ღმერთს ვფიცავ. კიდევ ერთ დღეს თუ გავატარებ მაგ სოფელში, იქაურობას დინამიტით ავაფეთქებ. ალბათ აფეთქებას ხალხსაც მივაყოლებ, მაგრამ ღირს ამად.
იმის ნახვა, თუ როგორ მიბოიფანტება ეს თეთრი აგურები სოფლის სიმწვანეში. ხო, ნამდვილად პოლის ვაჟი ხარ. Let's go to work. Let's be having it. Don't wait. Keep it moving. Go. შემდეგი. სახელი. ებიჰითი. ებიჰითი. პროფესია. მცხოვრებელი. კარგი. შეავსე და გააჯვი. შემდეგი. სახელი. ბადი ჰოლში. ბადი ჰოლში. კარგი. პროფესია. მცხოვრებელი. კარგი. შეავსე და გააჯვი. შემდეგი. სახელი ბილი კიჩენი, ბილი კიჩენი. პროფესია მთავარი მცხოვრებელი. შეავსე. ეს ტომი შელბი მეგობარო. დიდ კაცს არასდროს მისცე ძალაუფლება. რა გითხარი? დიდ კაცს არასდროს მისცე ძალაუფლება. შემდეგი. კარგით ბიჭებო. თქვენ ყველა მცხოვრებლებად დასაქმით Camden Town-ის გაწმენდილ პურის კომპანიაში. თუ ვინმე გკითხავთ, მაგას ეთქვით. თქვენ მცხოვრებლები ხართ. Camden Town-ის პოლიციელები ჩვენ მხარეს არიან, მაგრამ ჩრდილოეთით და სამხრეთით მაგ საბუთს ანახებთ ხოლმე. ეთქვით, რომ ჩრდილოეთიდან ჩამოხვედით გაფიცური თანამშრომლების ჩასანაცვლებლად. თუ საჭირო გახდება, ფაშისტები ვართ, თქო ასეც უთხარით. თქვენთვის ბინების ძიებაში ვართ, მაგრამ ამ ეტაპზე აქ საცხოვრებელში დარჩებით. მაგრამ პურს ხელს არ ახლებთ. დიდი შანსია რომ აფეთქდეს. კითხვები გაქვთ? დიახ. პური საერთოდ არ მინახავს. გაიღვიძებს. კბილები აღარ ექნება, მაგრამ უფრო ბრძენი კაცი იქნება ამის სანაცვლოდ. და ბოლო რამ, რაც ეხსომება, შენი პატარა ხუმრობა იქნება. რა? აქ წესები გვაქვს. ეს დედამოწყნული წესები გარკვეული მიზეზების გამოა. ძალიან მარტივია ამ წესებს უნდა დაემორჩილო, კარგი? პირველი წესი. განსხვავება პურსა და რომს შორის არ განიხილება. მეორე წესი. ნებისმიერი რამ, რასაც თქვენი ზემდგომი ოფიცერი ან ნებისმიერი ზემდგომი ოფიცერი გეტყვით, არ განიხილება. ხო? გასაგებია? წესი ნომერი 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, მაგრად მკიდია. როგორც თქვენი დაწყევლილი საცოდავი საბრალო ცხოვრებიდან დარჩენილი წლები.
იმიტომ რომ მეც თქვენნაირი ვარ სრულიად გარყვნილობის საკითხში. ებრაელი ქალები. მათ ახლოსაც არ ჩაუვლით, რადგან ისინი თქვენს მენიუში არ არიან. მე მგონი სამართლიანია. კარგი, სულ ეს არის. მაპატიე, ჩაგეჭერი. აიყვანეთ. ყველა გაიყვანე. და ისე ქენი რომ გამოვიდეს ეს საქმე. რას ელოდებით? ჯარისკაცები უნდა იყოთ. თქვენ სამარცხვინო ნაგვებო. წადით! გასაღები გაქვს. სათადარიგო დავიტოვე. მომეცი. იქნებ შეგეღება აქაურობა. ხო? როცა გადავწყვეტ. რა გინდა, ტომი? უბრალოდ მოგიკითხე. ტომი შელბი უმიზეზოდ არსად არ მიდის. კარგი. 800 ფუნტი დამრჩა შელბის უძრავი ქონების ფონდში და ვინმე მჭირდება აქეთ ვინც შესაბამის ბინებს ნახავს. იჯარით? ხო. საბრალო ხალხისთვის. 10 კაცი ერთ ოთახში. მინგრეულ მონგრეული უწყლოდ. და წოწონს თუ დაიწყებენ არტურს და ბიჭებს გამოგზავნი. ბიბლიოთეკა შევიძლები რჩევებს. ოჯახებს სახლებიდან ყრიან. ზუსტად შენაირ ადამიანებს ვებრძვით. კარგი. მე უბრალოდ მოგიკითხე. მადლობა ჩაისთვის. ტომი. გარეთ სულ დგანენ ვიღაც კაცები და სახლს დარაჯობენ. ხო, უსაშიელესი განგსტერები. მაგრამ ისინი შენს დასაცავად არიან. არა, სხვებზე ვამბობ, პოლიციელებს გვანან. ეგენიც შენს მხარეს არიან. მე არ ვარ არც ერთის მხარეს. ადა, ხარ. და თან არავინ რომ არ გიდარაჯოს. ვეღარ დავიძინებ. კარგად. კარგი, ყოჩახ. კარგი იყო? გადავიდეთ? ეს ჩემი სახლია. მოსამსახური ავიყვანე. დიდი ოთახი მოგიწყო. დამოდი. ვნახოთ.
ვიფიქრე ერთი კვირა ხომ არ გაგვეტარებინა მეთქი აქ. ერთმანეთი რომ კარგად გავიცნოთ. კიდევ ერთხელ. ლორი მაქვს. მოგწონს ლორი? კი, მომწონს. მოსამსახური ავიყვანე. ხო, მითხარი უკვე. ზემოთა. ჩაის გაგვიკეთებს. შეხედე? ზარს დავრეკავ. ნახე? დიახ, ქალბატონო? სიამოვნებით მივირთმევდით ჩაის. მიეჩვევი. დამლაგებლის ადგილი უკვე დაკავებულია. ვაკანსია აღარ გვაქვს. დამლაგებელი არ ვარ. მაგრამ ცოტა ჭუჭყის გასაწმენდად მოვედი. ჯობს გაწიო სანამ გავარდება. შენ, ჩემი ვაჟი მოკალი. შენ, ალესილო ნაბიჭვარო. შენ ის მოკალი. შენ მას ურტყი. შენი შვილი ბოქსიორი იყო. არა. ის ბიჭი იყო. რომელიც ცხოველთან შევიდა რინგზე. ხო, ეგ ყოფილა სიმართლე. შენს შესაჩერებლად მოვედი. იმიტომ რომ ვერც პოლიციელები და ვერც ვერავის სხვა ვერ შვება ამას. მაგის გამოყენებას თუ ვაპირებ, თავში დამიმიზნე. მანდ არის მთელი ხიფათი. დაჭრილ ჯარისკაცს ნახევარი დღე ჭირდება რომ მოკდეს. მინახავს. როგორ დადიან ნაწლავებით ხელში თითქოს გასარეცხი ტანსაცმელი მიჰქონდეთ. ზემოთ დამიმიზნე და ისროლე. მიდი! ისროლე! ჩემს სასმელს დავასრულებ. შენს ჩემთან ერთად შეგიძლია. მისმინე. შემომხედე. ფონდი გვაქვს. ყოველ კვირეულად გადაგიხდით. ვიცი ეს შენს ვაჟს ვერ დააბრუნებს. კარგად ვიცი. შენს სხვა ვაჟებიც გყავს. ეგეც ვიცი. მათ სამსახურს უპოვით და შენ აღარ მოგიწევს მუშაობა.
უნდა შეაჩეროს თქვენნაირი ხალხი. სარკე ვინ ჯანდაბამ ჩატეხა. 7 წლიანი უიღბლობა იცის. ხვალ კიდევ 4 გემის დატვირთვა მოხდება. კარგი რა იყო, ჩარლი, ბიზნესი კარგად მიდის. ეს ბიზნესი აღარ არის, დაწყევლილი სამსახურია. სიგარეტებს და სასმელებს არ აუშავს, მაგრამ ეს რაღაც რკინის ნივთები მძიმეა და მე მგონია არც ისე უსაფრთხო. არ არის ხო მოპარული? მათი ნაწილი კანონიერად არის შეძენილი. ერთ დღესაც ყველაფერი ეგეთი იქნება. გეგონება სადღაც მუშაობდე სამსახურში. ნელა არ დამტრიო, სახიდან მოგაძრობ მაგ ღიმილს. თითო გემზე კიდევ 1 ფუნტი უნდა დამიმატო. შესრულებულია. აღარც მეჩხუბები უკვე. და მუღამიც აღარ აქვს Black Country-დან გავლას იმ გარიგების მერე. ისინი დგანან და ხელს გვიქნებენ ნაპირიდან. ხო და შენც დაუქნიე. და ეს დაწყევლილი მანქანები? ცხენით ბოლოს როდის გაიარე, ტომ? მობრძანდით. ესენი ახლახანს გაშრა ბატონო კემბელ. მაიორო კემბელ. ბოდიშს გიხდით. აღარ აქვს მნიშვნელობა. კიდევ სხვა ირლანდიელი ხომ არ არის ამ სახლში დაბინავებული? არა, მაიორო კემბელ. წესიერი სახლი მაქვს. ირლანდიერებს არ ვუშვებ, თქვენ ხართ ერთადერთი განსაკუთრებული გამონაკლისი. შემატყობინეთ თუ დაინტერესდებიან ხოლმე ოთახებით. უარით რომც გაუშვათ, მაინც გამაგებინეთ. კარგით? იმედი მაქვს საფრთხეს არ ელით. მათ მხოლოდ ის მითხრეს, რომ პოლიციელი იყავით. არა, არ ველი საფრთხეს. აქ სადმე სასადილო ხომ არ არის ახლოს, სადაც ცხრის ან ღორის ხორცის კერძები აქვს. არის ერთი აქვე ორი ქუჩის მოშორებით. მე თვითონ სენდვიჩებს ვამზადებ. კვერცხით და წიწაკით. ან ლორით. ან ნებისმიერი რამით, რაც გესიამოვნებად. არა. გარეთ სუფთა ჰაერზე გასვლა მირჩევნია. ჩვენი შეხვედრა კვირამდე არ არის დაგეგმილი. გადავწყვიტე გადმომეწია. უბრალოდ გინდოდა გენახებინა, რომ იცი სადაც ცხოვრობ, ხომ ასეა? გგონია შტაბ-ერთიანობა მოახდინე ჩემზე? ხომ იცი? ბატონ ჩერჩილზე რომ მოვახდინე. დიახ, მოვახდინე. ყველა ჩემი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. არ უთქვამს? დიახ. დიახ, შეხვედრა გქონდა და შენი წერილი ხმამაღლა წაიკითხა. ისე რომ იცოდე, ბევრი მხიარულება იყო შეხვედრაზე. ბატონებმა საკმაოდ იმხიარულეს. გასაგებია, ბატონებმა საკმაოდ იმხიარულეს. ერთი ეს მითხარი, ბატონო კემბელ. ეგ ჯენტლმენები თქვენზეც ხომ არ მხიარულობენ? კვირას ვილაპარაკოთ ჩვენ საქმეებზე. შეთანხმებულ დღეს, გამოყოფილ დროს, წინასწარ შერჩეულ ადგილას, მივხვდით თქვენს სათქმელს. ღამე მშვიდობის, ბატონო შელბი. კიდევ ერთი მიზეზი რატომაც გნახეთ ამაღამ. არ მინდოდა რომ ყველას თვალწინ გამოსულიყავი სულელი. ეს ბინა, რომელიც პოლიციის დეპარტამენტმა შეგირჩია, როგორ თქვა? ამ სახლის მებატრონე ადრე ცნობილი ბორდელის მმართველი იყო სტენფორდში. ბოლომდე არ დაუნებებია სამსახურისთვის თავი. სანაძლეოს დავდებ, ის ჯენტლმენები ამაზეც ძალიან იმხიარულებენ. ეს ყველაფერი მეგობრული და თანამშრომლული სულისკვეთებით გითხარით. კვირას გნახავთ.
სახელი დიგბის კიდი. ნამდვილი სახელი ჰაროლდ ჰენკოქსი. პროფესია არალეგალური ბუკმეკერი. ეგ არ უნდა აღიარო. თქვი რომ ვთქვათ კოლგების ხელოსანი ხარ. მერე ჩვენ გადავწყვეტ რომ იტყუები და დაგაპატიმრებთ. კოლგების ხელოსანი. შენ ფსონების ბილეთები, დოღის ბარათები და ტელეგრამის ლენტი გიპოვეს. გააქვს რაიმე ახსნა? არა. არა. ამ ნივთების ქონის არანაირი ახსნა არ მაქვს ოფიცერო. მიდი თქვენ ჩაიყვანეთ. დანარჩენს მე თვითონ შევავსებ. წამოდი შვილო. ჯანდაბა. მოკალი ხო? როგორც აგიხსენით, არც ისე ადვილი მისადგომია. არ მიახავს გარშემო. მაგრამ როცა დრო მოვა, მოვიდა. დროა უკვე. თავისი ტერიტორიიდან რომ გამოვა მოკლავ. აბა რა გინდა? ციხის ბადრაგისგან გავიგე რომ მათი ერთ-ერთი ბუკმეკერი ჩაუსვათ. ბავშვის სახელად ჰაროლდ ჰენკოქსი. შეგვიძლია შეტყობინება გავგზავნოთ. რამდენი მცხობელი აქვს ამდენ თაუში ახლა? ძალიან ბევრი მცხობელი აქვს ამდენ თაუში ბატონო საბინი. მაგრამ როგორც აქამდე უკვე ვთქვი, კონკრეტული ციფრი არ გვაქვს. 5-15 წუთზე ვინ მოიგო ჩეფსტეუში? რეგმენმა. ქინწვედაზე წაღებული დასასველი სად არის? გამოსატანად არის წაღებული. 4-50 წუთზე ვინ მოიგო კემპონ პარკში? რა იყო? არ იცი? შემიძლია გავიგო. არ არის საჭირო, უკვე ვიცი. ყველა ფავორიტი იგებს. მეორე ადგილოსანი ფავორიტები კვდებიან. ის მათ აჯადოვებს. აჯადოვებს? ბოშური რაღაცეები, ბალახეული და წამლები. და ის პროფესიონალ მოთამაშეებს წინასწარ ატყობინებს გამარჯვებულების ვინაობას. ყოველდღიური კლიენტები გღალატობენ მოგების მისაღებად. შეიძლება გეფიქრა, რომ ერთგულები იყვნენ, მაგრამ მოგება დოღამდე, რწმენამდე და ოჯახამდე დგას. ჩვეულებრივი რეზულტატები ჩანს. შენ ვერაფერს ვერ ხედავ. ბატონო საბინი, თუ ფიქრობთ, რომ ჩრდილოეთის დოღების ჩაწყობას აპირებენ, თოუსტერის ჩრდილოეთით აღარ მივიღებთ ფსონებს. დავალება უკვე მოგეცი და ის დავალება შესრულდა, მაგრამ პარალელურად. მოგიტყან პარალელურობა. პარალელურად იმ ბავშვს რა ვუყოთ ბირმინგემის საგანში. რატომ გინდა რომ ხმამაღლა ვთქვა? ვინ მეგვისმენს? კარგი, მე ვიტყვი. მოვკლავთ იმ ჰენკოქს შეტყობინებების გასაგზავნად. კარგია. და მერე ტომი დედამოტყნულ შელბის მიხედეთ. ჩემი ნახვა გსურდეთ? დიახ. გაიხადეთ. ვიცი ვინც ხარ. ასე რომ გაიხადე. არც ისე ჯენტლმენური საქციელია, ამას ვიტყოდი. ნამდვილად არ არის.
ესე იგი სიმართლეა, გეყოფა. უბრალოდ მტკიცებულება მჭირდებოდა. დაკმაყოფილება კი არა. და მით უმეტეს ინფექცია. შენც ხარ ამ ხუმრობის მონაწილე? რა ხუმრობის? ერთი დაუმთავრებელი საქმე მაქვს ამ ბინძურ ქალაქში. და როცა ჟამი დადგება, დავასრულებ ამ საქმეს. და მერე ჩემი მრისხანება ყოველ თქვენგანს დაგატყდებათ თავს. ახლა კი შენს მეგობრებს პოლიციის განყოფილებაში გადაეცი, რომ ვიცი. და როცა განკითხვის დღე დადგება, ბოლო მე გავიცინებ. გაეთრიე. First it's new, but love grows old and waxes cold and fades away like the morning dew. მარჯვნივ. თელი ღამე არ გვაქვს, მიდით. მარჯვნივ შეიტანე. მარჯვნივ. მიდით ბიჭებო. მიდით. ჰაროლდ ჰენკოქსი? ყველას გადაეცი. რომ ასე მოუვა ნებისმიერ სკეპებიდან, ვინც გრინსში ჩაჯდება. საბინის ბრძანება. არ ვარ კეპებიდან, არ ვარ წამომაყენეს. ნამდვილი არ ვარ. არ ვარ ნამდვილი. არ ვარ ნამდვილი. იმედია სერიოზული მიზეზია დასვენების დღეები რომ გამაწყვეტინეთ. ბიჭი სად არის? უკანა ოთახში. მხოლოდ იმიტომ წამოვიყვანე რომ მე მუზეუმში მივდივართ ერთ-ერთ. მას შემოსვლა და მოსალმება უნდა და მოკეტე ჯონ, მაიკს აქ ასაქმება. ტომი, იქნებ დაიწყო. გუშინ ღამე ერთ-ერთ ჩვენიანს ყელი გამოჭრეს ვინსონ გრინში. დილით ტელეგრამა მივიღე, სადაც ეწერა რომ ეს საბინის შეკვეთილია. და ისიც ეწერა რომ შემდეგი ტომას შელბი იქნება. ჩვენმა ხალხმა თუ იფიქრა რომ ციხეში ვერ მივხედავთ, ჩვენზე აღარ იმუშავებენ. საბინი მიცის ეს. ასე რომ გრინსში უნდა მოვაგვაროთ ყველაფერი. სკუბოუთ შენ და ერთი ბიჭი იზავთ ამას. ფანჯები ჩატეხეთ და თავი დააჭერინეთ. ჩვენ პოლიციელებს გრინსში ჩავასმევინებთ თქვენს თავს და იქ იმ ნაბიჯებს იპოვით, ვინც ეს გააკეთა. მანქანა რომ მოვიპაროთ, რა იყო თითქმის ყველას ყავს მანქანა და მე ჯერ კიდევ ვირზე ვარ შემჯდარი. კარგი, უბრალოდ როგორმე დაგაპატიმრო, მნიშვნელობა არ აქვს. და სანამ ყველა გაიცინებს, ის ნაბიჯვარი მკვდარია. ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ფონდს გავხსნით მისი ოჯახისთვის. გეთახმები სულ ესაა, შემიძლია წავიდე. როგორც კომპანიის ხაზინადარი, შენი თანხმობა მჭირდება 1000 გინეის დასახარჯად. რისთვის? ცხენზე. 1000 გინეა ცხენისთვის? ხო. ეს როდის გადაწყდა? სანამ მაიკლთან ერთად იყავი დაკავებული. ღმერთო ჩემო. ესე იგი საღიაზრის არყოფნის დროს ბიჭებს იდეა მოგივიდეთ. პოლი, დანკასტერის აუქციონზე მეოთხე და წმინდა სისხლის არაბული ფაშატი გამოხავთ. 1000 გინეიანი ცხენი რა თქვინდა?
საბინის ბუკმეკერებს რომ მივხედავთ, ნებისმიერი ჩვენიანი ვინც ფსონების ტერიტორიაზე გამოჩნდა საბინის პოლიციის მიერ იქნება აყვანილი. კარგი ცხენი, პასპორტი ან ფლობელის გვერდზე დასაჯდომად. ყველაზე მდიდრების გვერდზე ვიქნებით. პოლიციელები ვერ მიხვდებიან, სად გვეძებონ. ხო, ეპსონ დარბი. მეფესთან ერთად დავლეთ. დარბი? ახლა დარბიო თქვი? ხო. ბოლო 10 წლის მანძილზე საბინი მეს თავის დოღად აქცია. მის მოკლას თუ ვაპირებთ, ჯობს ბარემ მანდვე ვქნათ ეგ სიმბოლურად. ეს იდეა პაპში ხომ არ მოგსვლიათ? პოლ, დოღის ცხენი კარგი ინვესტიციაა, როგორც ქონება. ცოტა უნდა გავამბრავალფეროვნებინოთ. ჩვენი პორტფელი. როდისაა აუქციონი? ხვალ. ტომის მოკლით დაემუქრნენ, ამიტომ უნდა გავყვეთ დასაცავად. ესე იგი, მაღაზიას დაკეტავთ, დასალევად წახვალთ და 1000 გინიას გაისვრით ცხენზე, რომელიც მთლიანად არაბულიც არაა. მეოთხედად არაბული უკეთესია. მეოთხედად არაბული ნიშნავს კარლი, მოკეტე. მე მგონი გითხარი კარი ჩაკეტე მეთქი. ჩაკეტა. გასაღებით გავაღე. ყველაფერი მოვისმინე. მათთან ერთად მინდა წასვლა. ხედა? მიყვარს ცხენები. დახმარებას შევძლებ. მხოლოდ ჩემი გვამისგავლით. ყველაფერი კარგად იქნება, დე. აქამდე ცხენების უამრავ აუქციონზე ვარ ნამყოფი, ბიზა ჩემთან ერთად. ძალიან დარბაისლური აუქციონებია. ხალხი მსახურთ უფროსებთან ერთად მოდის. ხო, და ლამაზმან ცოლებთან ერთად. და საყვარლებთან ერთად. გამოუში პოლი. მივალთ, ცხენს ვიყიდით და დაუბრუნდებით. დაღამებამდე სახლში მოგიყვან. არა. შანსი არ აქვს. კარგით, სულ ეს იყო. საქმეს დაუბრუნდით. მიდით. პოლ. მაიკლის ხელა როცა ვიყავი უკვე 100 კაცი მყავდა მოკლული და 1000 სიკვდილი მქონდა ნანახი. ეგ ბავშვი თუ გინდა რომ აქედან სამუდამოდ წავიდეს, ასე გააგრძელე. თუ გინდა რომ დარჩეს, გამოუშვი. ვერ ვიჯერებ. ჯონის ძველი ტანსაცმელები კარგად მერგება. ღმერთო, მამას როგორ გავხარ? კრევეტი? ლორი. როგორი იყო მამა ჩემი? რითი გარდაიცვალა? არ მოგატყუებ. თრალი იყო როცა მოკვდა. ნავს და საგუბერს შორის მოყვა. ნამდვილი მდინარის ბოშასავით გარდაიცვალა. მაგრამ სიმღერა იცოდა. პიანინოზე უკრავდა. მისი ხიმილი გულის გამტეხავი იყო. მასავით ულამაზესი თვალები გაქვს. სიფხიზლეში კეთილი და ნაზი იყო. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ბიჭობისას ცუდ წრეში მოხვდა. ხომ ვუთხარი? ეს წესიერი უბანია. ეს წესიერი უბანია მეთქი. აადუღა კარლი. დახედე. ხო. წავალ გადავაფსავ. ბევრი გაამზადა, გინდა? ეგ რა ჯანდაბაა?
სენდვიჩები, მგონი ლორის არის. კრევეტებიც არის, ჩაიც, მაგრამ რიგრიგობით დალევა მოგვიწევს. მარტო ერთი ჭიქაა. რა იყო? სენდვიჩებიო? ხო. პოლიმ დაწყევლილი სენდვიჩები გააკეთა. დათუნიას პიკნიკია თუ რა არის? გეყოფათ ჩაის დალევთ, სენდვიჩებს შეჭამთ და გზას გავაგრძელებთ. მიდით, შეუბერე ჩარლი, მიდი. გამოუშვი. არტურ შეკონიანო ნაბიჯვარო. ჯონი, წამოდი. კარგით ბიჭებო, ეს სერიოზული მოვლენაა და შესაბამისად უნდა მოვიქცეთ. არანაირი იარაღები და დალევა. ჯონ, ერთად ვიმოძრაოთ. ცხენს როცა გამოვიყვანენ, დავიწყებ ფსონების დადებას. აუქციონერს უკვე შევატყობინეთ ჩემი გეგმების შესახებ, ასე რომ ელის ჩემ ფსონებს. შემოწმების უფლებას მომცემენ, ტომი? ვეტერინარის მოხსენება გვაქვს, კარლი, მაგრამ მაინც კარგად დააკვირდი, რომ შემოიყვანენ. ცუდი წინათ გრძნობა მაქვს, ტომი, რაღაცა ვერ არის კარგად. ყველაფერი რიგზეა, კარლი, უბრალოდ განსხვავებულ ადგილას ხარ, ხო, როგორც ხვდები? 150. Do I hear 500, 500, 1,600, 1,700, thank you. 1,900, 2,000, 2,100, 2,200, 2,000. ასეთ ღონისძიებებზე რატომ აგვიანებენ ადამიანები? გვიან იმიტომ მოდიან რომ იციან რა უნდათ. ეს მხოლოდ შენ გინდა ყველა ცხენის ნახვა. 2,600 I am bid. Sold. მარკუსის მორალი, სედგემირის ულაყი, ლედი ჟოზეფინას ტეტრარქისაგან. საწყისი ფსონი 800 გინეა, ტომი ის არის. Do I hear 800 guineas? პირველი ფსონი 850 არის 850. 850. ცხრიანი მომესმა 900-მდე არავინ ზრდის? დადაბსონი. რუხზე რატომ? ულამაზესი ულაყია. ფაშატია. ნიკის სჭირდება დაუთხების საჭენებლად. დავპირდი. 1000, ვინმესა აქვს 1050? 1200. 1250. მიღებულია. მიდი მიეწაკი. დანახარჯი გავიყოთ. 1300. 1400. ვინმე თქვა 1500? 1500. 1600. აბა 1700 ვინ შემოგთავაზებს? 1700. გეყოფა ტომი, უნდა გაჩერდე. ამდენი არ გვაქვს. მაქვს ეს ცხენი ჩემია. ულამაზესი ცხენია, ტომ, მაგრამ გაჩერდი გეუბნები, ცუდი წინათგრძნობა მაქვს. მოკეტე კარლი. 2000. ვინმე 2050 თქვა? საკმარისია. ბილის შეუძლია ჩემი კასტრირებული ცხენები გამოიყენოს. 2000. იქნება თუ არა 2190. ბოლო ჯერ ვკითხულობ 2050. გაყიდულია ბატონო. ტომას შელბი. To the premises of Mr. Charles. მფლობელობაში გადაეცემა ჩარლზ სტრონგს პატარა დაბლობი. რა სახის კაპიტალზე გაქვს საუბარი? ნავების სადგომი. იახტები? არხები. ცნობის მოყარე ვარ. რა ბიზნესით ხარ დაკავებული ბატონო შელბი? იმპორტი, ექსპორტი. და კიდევ ხრახნებს ვყიდი. წინასწარ მეტყველობ. წაგვართვით. ხო? ფაშატი მჭირდებოდა ჩვენი ულაყისთვის. მაპატიეთ. სადაური ტომას შელბი ხართ. ბირმინგემიდან. დიდებულია. არა, არც ისე. მეი კარლტონი. დოღის ცხენებს ვამრავლებ და ვწვრთნი. თქვენ ეს საქმიანობთ. პასუხების იშვიათად დაბრუნებაა ჩემი საქმე. წამოდი, ტომი, მალე უნდა წავიდეთ. წავედით. სანამ წახვალთ გეტყვით, რომ თუ გაყიდვას დააპირებთ, იცოდეთ, რომ დაინტერესებული ვარ. დოღისთვის ვამზადებ. წვრთნელი ყავთ? ვიცნობ ხალხს. მეც ვიცნობ. ტომი, დაბნელებამდე თუ არ მივიყვანთ ამ ბაორს, პოლი ყვერებს მოგაჭრის. უეჭველი. სხვადასხვა ხალხს ვიცნობთ, როგორც ხვდები. მამა ჩემი მიკ ჰენგონგს იცნობს. ასკოტის 3 გამარჯვებული ყავს გაწვრთნელი. ესე იგი, მამა თქვენი იყო იქ. დიახ. საჯინიბოს თანამესაკუთრეები ვართ.
დიდი წილი მას შეხვდა ჩემი ქმრის მკვლელობის შემდეგ, იპრის ბრძოლაში. ტომი, ჩვენს ჩარდახიანეტლებს უნდა დავუბრუნდეთ. ქათმებს მოშივდათ. ესე იგი გამითვალისწინებთ? გაგითვალისწინებთ. მაინც არ გითქვამთ, რას საქმიანობთ. ცუდ რაღაცეებს. მაგრამ შენ ეს უკვე იცი. როგორც იქნა. მართალი ხარ ჯონი ძმაო, მდიდარ ქალებს დღესდღეობით მხოლოდ მუშათა კლასის ყლე აინტერესებთ. ტომი, იქნებ მასზე მქონდა ცუდი წინათგრძნობა. რავი, ჩემთვის არა უშავდა კარლი. ხედავ ყველას ქმარი მკვდარია, ყველა ოფიცერი ჩაიწყილა. ხო, ჩვენ მიერ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მას კარგი კონტაქტები აქვს და დოღის ბიზნესში მაიკლ შენ დაждდების საჭესთან. ტომას შელბი. ტომი! ტომი, დაწექი. ტომი შელბი გინდოდა? არტურზე რა სიტყვი? სასიამოვნოა შენი გაცნობა. არტურ! მოვაშორეთ. გეყოფა, კარგი, გაჩერდი. საკმარისია, აიყვანეთ. მოვაშორეთ. კარგი, რა შვები, გამოიყვანეთ. კარგი, არტურ. საკმარისია, არტურ, გეყოფა. ყველაფერი დამთავრდა, არტურ. კარგი, დამშვიდი. სუნთქავს. ბავშვის სიცხლით არ დასვაროთ. მაიკლ, არაფერი გინახავს. ეს არ მომხდარა, კარგი? გასაღები მომეცი. მაიკლ, გასაღები მომეცი. მე დავждდები საჭესთან. კარგი, მიდი. ტომი მეორე გაიქცა. წავედით აქედან, სწრაფად. აბა? როგორ ჩაიარა? ცოტა შემცივდა გზაში, მაგრამ დანარჩენი სუპერ. მართლა. ამოისუნთქი აბა. ისინი კარგად იქცეოდნენ? საოცრად, დედა. საოცარი ხალხია, დედა. და გახმოვანებულია აჭარანეთქომის მიერ. დე. There's a devil waiting outside your door. There's a devil waiting outside your door. And he's bucking and braying and pouring at the floor. And he's howling with pain and crawling up the wall. Oh yeah. There's a devil waiting outside your door. He's weak with evil and broken by the world. He's shouting your name and he's asking for more. Give him more. There's a devil crawling along your floor. He's old and he's stupid and he's hungry and he's sore and he's lame and he's blind and he's dirty and he's poor. Give him more. Storm comes a tall, handsome man in a dusty black coat with a red